20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რატომ დაუჭირეს მხარი თავისუფალმა დემოკრატებმა ზურაბ პატარაძის კანდიდატურას, რას პასუხობენ თავისუფალი დემოკრატები ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას ქართულ ოცნებასთან გარიგების შესახებ და რა მოლოდინი აქვთ ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თავისუფალი დემოკრატებიდან სულხან ღლონტი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ბატონო სულხან, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო სულხან, საინტერესოა რატომ დაუჭირეთ მხარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას? უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგი შესატყვისი და სინონიმი აქვს ქართულ ენაში ზოგადად ამას ვაბანკით მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტები გარიგებას უწოდებენ ხოლმე, მაგრამ შეიძლება იყოს შეთანხმება, შეიძლება იყოს კონსულტაციის შედეგი, შეიძლება იყოს რაღაცაზე შეთანხმება. პირველ რიგში მე მინდა მოსახლეობას აუხსნა და მაყურებელს, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ამ ბატალიებს თვალს ადევნებდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ რაღაც იმის გამო რომ ოპოზიცია პრინციპში მათემატიკურ უმრავლესობაში იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში, ამის გამო უნდა შესულიყო კრიზისში რეგიონი, მე მინდა უბრალოდ აუხსნა რაში არის საქმე. პირველ რიგში კოალიცია ქართული ოცნების კოალიციის მაშინდელი კოალიციის დაშლამდე ქართული ოცნების 13 მანდატი იყო, დანარჩენი 8 იყო ნაციონალური მოძრაობის, დაიშალა კოალიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გამოვიყავით მაშინ კოალიცია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ დაიშალა და თქვენ ისე თავისუფალი დემოკრატები წავედით ოპოზიციაში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წავედით ნაციონალურ მოძრაობასთან. არც ერთ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას ასე გავაკეთებდით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ის მანდატები, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს მაშინ ჰქონდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, მაშინ მოხდებოდა შემდეგი რამ. ჩვენ შეგვეძლო გადაგვეყენებია აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, ყველა კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ მოხდებოდა რა, ძალიან მარტივი იყო საკითხი ჩვენი ორი მანდატით, რომელიც იყო ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, იმიტომ რომ მოსახლეობამ ქართულ ოცნებას კოალიციას მიანიჭა იმ შემთხვევაში გამარჯვება, გამოვიდოდა ისე რომ ეს ორი მანდატი ვერ დააბალანსებდა იმ 8 მანდატს, რომელიც ჰქონდა წაგებულ ნაციონალურ მოძრაობას და ხელისუფლებაში აღმოჩნდებოდა ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია ჩვენთვის დადგა ძალიან მძიმე მომენტი პოლიტიკურად, რომელიც იყო გადასაწყვეტი და პირადად ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღეთ პრინციპში, მაგრამ ოპოზიციის კუთხით ძალიან რთული, პირადად ჩემთვისაც მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ადვილი, მაშინ და ეს ადვილად ახსნადიც არ იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შეგვეძლო რაღაც ტიპის პოლიტიკური კონსულტაციები გაგვემართა რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებასთან და მათ შორის ოპოზიციის ნაწილთან, მაგრამ ეს არ იქნებოდა ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის შეთანხმებები, რომელიც მიცემდა ნაციონალურ მოძრაობას საშუალებას, რომ მობრუნებულიყო საკანონმდებლო დონეზე ხელისუფლებაში, იმიტომ რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს პირად მე სულხან ღლონტს, სხვა დეპუტატებს, კოალიცია ქართულ ოცნებას, გამარჯვებულებს და მოსახლეობა მოგვცა მანდატი არა იმის გამო, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობისთვის გადაგვებარები და შემდგომ გაბრაზებულებს თუ სერიოზული და მიზეზების მქონეებს თუ კოალიცია დაშლილ გამოვლილებს და ასე შემდეგ გადაგვებარებინა ნაციონალურ მოძრაობისთვის აჭარის საკანონმდებლო ორგანო და შემდგომ ხელისუფლება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეცვალა ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია მე ამ მანდატის ლეგიტიმაციის ხარისხში ვრჩები დღესაც, ბოლომდე კიდევ ერთხელ ამბობ, მე სულხან ღლონტი აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ არ დავუშვებ იმას, რომ ის ორი მანდატი, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც თანამოაზრეები ვართ დღეს, ჩაიბაროს ნაციონალურ მოძრაობა. მე 2 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გავიარე, მინდა გითხრათ პირდაპირ, მათ შორის თავისუფალმა დემოკრატებმაც რეგიონში, იმიტომ რომ ერთის მხრივ იყო ოპოზიციაში და მეორეს მხრივ დაუწერელი კანონები, რატომღაც საქართველოში არის ხოლმე ესე, მხოლოდ ოპოზიცია რაღაც ტიპის ვაბანკთან ასოცირდება, ის არ შეიძლება რომ შეთანხმებაზე მიდიოდეს ხელისუფლებასთან. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ გერმანიის მაგალითებს მოვიყვანთ, მაგალითად საქსონიის მიწაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კოალიციური ხელისუფლება და აბსოლუტურად განსხვავებული იმ ხელისუფლებისგან, რომელიც შეიძლება არსებობდეს მაგალითად ბუნდესტაგში, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი რამ საქართველოში არსებობს, ამის კულტურა არსებობს, პოლიტიკურ კულტურაზე გულისხმობ, ამის არ არსებობს და ამიტომ ყველაფერი აღიქმება რაღაც ტიპის გარიგება თან რაღაც ტიპის შეთანხმებას, ანუ უფრო ფანტაზიის, უფრო მაღალი ფანტაზიის მქონე ადამიანები. ბატონო სულხან, დავასრულებ, ქავატარ მაგ ბოდიშով დავასრულებ თუ შეიძლება და კი ბატონო, უფრო მეტი ილუზიის და ფანტაზიის მქონე ადამიანები კიდევ უფრო შორს მიდიან. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამბობ, დღესაც
ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი. ამ 2 წლის განმავლობაში ეს იყო ურთულესი პერიოდი, კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ჩვენ განვლეთ ერთად აჭარის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალები, მისი გადაწყვეტილება მოქალაქეების, რომ ნაციონალურ მოძრაობას დამარცხებულიყო, შევინარჩუნოთ ბოლომდე. ამის შემდგომ რა მოხდება? ამას გადაწყვეტს მოქალაქეები უკვე შემდგომ არჩევნებს. მე აბსოლუტურად პირნათელი ვიქნები მათ წინაშე. გასაგები, რაც შეეხება მხარდაჭერას, მე კიდევ ერთხელ გკითხავ, თქვენ აცხადებთ, რომ მოსალოდნელი იყო კრიზისი, იყო მოსალოდნელი კრიზისი და ეს იყო პატარაძისთვის მხარდაჭერის ერთადერთი მიზეზი თუ ქონდათ კიდევ სხვა მიზეზი? არა. უპირველეს ყოვლისა, პატარაძის მხარდაჭერას ჰქონდა რამდენიმე ასპექტი ჩვენი მხრიდან. პირველი, თქვენ იცით, რომ ჩვენ რამდენიმე დაახლოებით 1 წლის წინ აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი დავაყენეთ, მაშინდელი მთავრობის უნდობლობის საკითხი დავაყენეთ. ეს იყო რეალურად პრევენციული განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ მაშინ 14 ხმა არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახით, ჩვენ დავიწყეთ პროცესი იმის, რომ აჭარის მთავრობა უფრო ეფექტური გამხდარიყო, უფრო ეფექტური მენეჯმენტი და ადმინისტრირება განეხორციელებია. საზოგადოების ყურადღება რომ იგვეპყრო ამ კუთხით. მაშინ ნაციონალური მოძრაობა და ახლოსაც არ გაეკარა ამ პროცესს ერთი უბრალო მიზეზის გამო, სიმართლე გითხრათ, მე დიდი სურვილი ამის არც ვქონდათ, მაგრამ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი პოლიტიკური დღესასრიგი იყო განსხვავებული. ისინი ყველაფერს ინახავდნენ წინასაარჩევნოდ ნებისმიერი ტიპის კრიზისის მცდელობას. ჩვენ ამ დროს ვეუბნებოდით მაშინ ხელისუფლებას წელიწადნახევრის წინ, რომ რაღაცეები იყო გამოსასწორებელი და ამას კონკრეტულად წერილობითი სახით მიუთითებდით, მათ შორის ბუნებრივია ეთერის სახითაც. მაშინ ამას არ შემოუერთა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყეს მათ პირველ რიგში როგორ განვითარდა მოვლენები, დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა, მაშინ როცა არჩენილია 3 თვე-ნახევარი, არაფერი არ ცვლის, კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს 3 თვე-ნახევარი ვერაფერს ვერ შეცვლიდა, დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა, რომელშიც ჩვენ არ მივიღეთ ბუნებრივია მონაწილეობა და ამის შემდგომ უკვე გააკეთა არჩილ ხაბაძემ გადადგომის შესახებ განცხადება. ჩვენ აღმოჩნდით საიტნოტში, იმიტომ რომ ხელისუფლება რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება არ ყავს რეგიონს, საზღვრისპირა რეგიონს, ხაზი მინდა ამას გავუსვა, რეგიონს, რომელიც ტურიზმისთვის 9 თვის განმავლობაში ემზადება, მოსახლეობას გამოაქვს კრედიტები, ბანკებიდან ყველაფერი აქვს მოწყობილი იმაზე, რომ ხელისუფლება მათ შორის ეფექტური ადმინისტრირებით და მენეჯმენტით უნდა დაეხმაროს და ამ დროს უკვე ხელისუფლება არ არსებობს რეგიონში. არჩევნებამდე 3 თვით ადრე, როცა ჩვენ ათასობით ქვეყანაში, ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელს ველოდებით, მათ შორის ჩვენ რეგიონში ველოდებით დამკვირვებელს, უბრალოდ ელემენტარულად საერთაშორისო მისიებს, საელჩოებს, დამკვირვებლებს არჩევნებზე მისამართიც კი არ ექნებოდათ, ვისთვის უნდა მიემართათ რეგიონისთვის, მაშინ რომ თუ სერიოზულად იქნებოდა გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი ან სხვა ტიპის დარღვევებზე იქნებოდა საუბარი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ციტრუსის სეზონი, როცა უკვე აგვისტო-სექტემბრის თვიდან უკვე იწყება ბაზრების მოძიება, ექსპორტიორებთან საუბარი და გადამზიდავებთან საუბარი, მოქალაქეებთან საუბარი ცენტრალურ ხელისუფლებასთან დოტაციის საკითხებზე. არა, ქალბატონო მაკე, ესო დავასრულო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. სულდა, კიდევ სხვა საკითხებიც არის, სწორედ ამიტომ გახსენეთ. ეკონომიკური საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში და კიდევ ერთხელ პოლიტიკური, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ვერ დავუშვებდით იმას, რომ გვეთქვა, რომ ჩვენს გამოგვეყენებია ეს თემა, რომ აი რეგიონში ბჭყალებში ხელისუფლებას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და მოდი ახლა მოსახლეობისთვის მოგვეწოდებინა, რომ ჩვენ ვართ ამ პრობლემების მომგვარებელი, მოგვეცით ხმა და მარტივად რაღაც გამოგვეყენებიათ საარჩევნოდ საკითხი, რომელიც სინამდვილეში დააზარალებდა ჩვენი კუთხის მოქალაქეებს. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ბუნება, ეს არ არის არც ჩემი როგორც პოლიტიკური და როგორც პოლიტიკოს, როგორც უმაღლეს საბჭოს წევრის ბუნება და მახასიათებელი. გასაგებია. ბევრი ხდომა უნდა გამართულიყო ბატონო სულხან დღეს, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინა. თუმცა როგორც ვიცით, ხვალისთვის გადაიდო ამ საკითხის განხილვა, მაინტერესებს ის, რომ ზურაბ პატარაძეს მხარი დაუჭერეთ. ეს ავტომატურად, მექანიკურად, თავისთავად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ საკითხშიც ექნება მას თქვენი მხარდაჭერა საკადრო პოლიტიკას გულისხმობ რა? ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ამიტომაც ვთქვი, ამიტომაც იყო ესეთი პროლოგი ჩემი მხრიდან, ეკონომიკურ საკითხები და თქვენიცაც ციტრუსის საკითხები, მაგალითად სოფლის მეურნეობასთან არის მიბმული, ინვესტიციების საკითხი, ეკონომიკის სამინისტროსთან არის მიბმული, პირდაპირ მნიშვნელობით ასე შემდეგ და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან, მე მინდა გითხრათ განათლების საკითხები განათლებასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ იქნება წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და გარკვეული ყოველგვარი რევერანსების გარეშე ძალიან მარტივად არის საკითხი, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 3 თვის განმავლობაში რეგიონი უნდა მართოს, ამის შემდგომ 8 ოქტომბერს ხელში ექნება მოქალაქეებს
ბიულეტენი და თვითონ გადაწყვეტენ როგორი უნდა იყოს აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელსაც შემდგომ კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი გამარჯვებული ძალის წარმომადგენელს წარმოუდგენს და შემდგომ ის გავა უკვე კენჭისყრაზე აჭარის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის რაღაც ესეთი ძალიან სერიოზული სახის მინიჭება თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა იმის გამო რომ თურმე სულხან-ღლონტმა მხარი დაუჭირა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის არის აბსოლუტურად ანაქრონიზმი, ეს ვერ ჯდება ვერცერთ ლოგიკაში, გარდა იმ ლოგიკისა, რომელიც რატომღაც არის ხოლმე დამკვიდრებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რომ თუ ხარ ოპოზიციონერი, აუცილებლად უნდა იყო ან დივერსანტი, ან რაღაცა მოწოდებული და მაქსიმალურ დესტრუქციაზე იქნებ რაღაც გააფუჭო და შემდგომ მოქალაქეებს უთხრა, რომ აი გაფუჭებული, ხა რაღაცნაირად საჩემოთ უნდა გამოვიყენო. ეს არ არის ჩვენი ბუნება, კიდევ ერთხელ ვამბობ. რაც შეეხება ბატონო სულხან არჩევნებს, როგორია თავისუფალი დემოკრატების გეგმები 2016 წლის არჩევნებზე აჭარაში? მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფალ დემოკრატებს ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყავს თვითმმართველობებში. ჩვენ ხულოდან დაწყებული და პრაქტიკულად ყველა რაიონში ყავს ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოებში. ბათუმის საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ეფექტური ფრაქცია, რაც კი ოდესმე ყოფილა ბათუმის საკრებულოში ბოლო წლების განმავლობაში. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით თავისი ინიციატივებით, თავისი კომპეტენციით, თავისი ინტელექტით და ასე შემდგომ და შემდგომ, ასე რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება რეგიონში პარტია და მე ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან სერიოზული შედეგები ექნება. არ მოხდება ისე, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მოხდება ისე, რომ მხოლოდ ორი ძალა იყოს წარმოდგენილი აჭარის წარმომადგენლობით ორგანოში და ეს იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა. ეს იქნება შეცდომა, რომელიც არ იქნება პროგრესსა და ინოვაციაზე და არ მიგვიყვანს პროგრესამდე და ინოვაციამდე, იმიტომ რომ როცა მუდმივად მტრის ხატით ხდება პოლიტიკის შექმნა, ეს არის ბუნებრივია ძალიან სერიოზული პრობლემა და ამიტომ თავისუფალი დემოკრატებს ერთ-ერთი მთავარი მისია რეგიონში ზუსტად ესეც ვგონია, რომ ძალიან ეფექტური და სწორი და ლიდერები შევარჩიოთ იმისთვის, რომ მენეჯერება გაუწიონ რეგიონის პრობლემების გადაწყვეტის საკითხებს, რომლებიც არის ძალიან ბევრი. პირადად თქვენს გეგმებს რაც შეეხება, ანუ აჭარის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას თუ ამჯერად საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოლებთ. სად იქნება სულხან-ღლონტი? მე რაც შემეხება, მე მინდა გითხრათ, რომ არ მივიღებ სავარაუდოდ აჭარის ზუსტად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ მივიღებ აჭარის არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ახალ ადამიანებს უნდა მიეცეს საშუალება, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს გუნდი, ახალი ლიდერები უნდა შემოდიოდეს, ერთ და იგივე ადამიანები მორალურ ცვეთას არ უნდა განიცდიდნენ და ერთი და იგივე პოზიცია რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკისგან ცოტა განსხვავებული მიზნები მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბუნებრივია, მე ჩემს თავისუფალ დემოკრატებში. თუ მიდიხართ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, მე ვრჩები. არა, რა ვძანებთ, შეიძლება არა, პოლიტიკიდან არ ვიცი, მე ვრჩები თავისუფალ დემოკრატებში, ეს არჩევნები ჩაივლის, არჩევნები დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალ დემოკრატებს ძალიან სერიოზული წარმატება ექნებათ რეგიონში, იქ სადაც მე ვიქნები ერთ-ერთი კურატორი არჩევნების. სხვა საკითხებთან დაკავშირებით მე ხა უბრალოდ მზად არ ვარ, რომ გესაუბროთ, რაღაც გეგმები არის ბუნებრივია, მათ შორის დაკავშირებული განათლებასთან და სამეცნიერო საქმიანობასთან. გასაგები, რადგან არ გსურთ საუბარი, ამაზე სამომავლოდ ვისაუბროთ, როცა ამის სურვილი გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა 20-30-ის შეკითხვებს სულხან-ღლონტი. თუ იქნება აქტუალური თემა ბუნებრივია. კი ბატონო, სულხან-ღლონტი პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე 20-30-ში დაგველოდით.